იუსტიციის სახლი კავკასიის რეგიონში პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც შეფასების ერთიანი სისტემა დანერგა. დღეს კი მას უკვე მიენიჭა ამ სისტემის ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი. გადაწყვეტილება პოლონეთის კონფერენციაზე მიიღეს, რომელსაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების 160-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს იუსტიციის სახლის პრაქტიკა ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ გადაწყვეტილებად იქნა აღიარებული და ის 18 საუკეთესო ორგანიზაციაში მოხვდა. შეფასების ერთიანი სისტემა არის ევროპული ხარისხის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო უწყებების შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. იუსტიციის სახლი 18 საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შორის დასახელდა. საჯარო ადმინისტრირების ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს იუსტიციის სახლების პრაქტიკა ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად აღიარა. უწყება უკვე ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსით პირველი ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც ევროკავშირის მიერ სპეციალურად საჯარო უწყებებისთვის შექმნილი ხარისხის მართვის სტანდარტი წარმატებით დანერგა. აღნიშნული სტატუსის მოპოვება დაკავშირებულია კომპლექსურ პროცესებთან და ის თავის თავში მოიცავს ისეთ მიმართულებების შეფასებას, როგორიც არის ორგანიზაციული მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური ოპერაციები და რაც ყველაზე მთავარია იუსტიციის სახლისთვის, ინოვაციების დანერგვის პროცესი. მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლი არის ყველაზე მსხვილი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება საქართველოში, ამიტომ ამ მიმართულებით სტანდარტების დაკმაყოფილება ნიშნავს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს, რაც იუსტიციის სახლისთვის პრიორიტეტული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილება პოლონეთში მომხმარებლის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიიღეს. კონფერენციას ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 160-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. საერთო ინსტრუმენტის სახით საქართველოს იუსტიციის სახლის მიერ შეფასების ჩარჩოს და მართვის მოდელის იმპლემენტაცია ვფიქრობ, რომ დიდი მიღწევაა. საქართველოს იუსტიციის სახლმა დღემდე შემუშავებული გეგმის საშუალებით ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები დანერგა. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ამით უწყებამ არაერთ დიდ შედეგსაც მიაღწია. ეს ნამდვილად აღიარებულია არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ ევროპის დონეზეც. აღნიშნული სისტემა ეხმარება ორგანიზაციას თვით შეფასების გზით გამოავლინოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, დაგეგმოს გასაუმჯობესებელი ქმედებები. აღნიშნულ კონფერენციაზე, რომელზეც იუსტიციის სახლის დაჯილდოება განხორციელდა, ხაზგასმით იქნა აღნიშნული იუსტიციის სახლის წამყვანი როლი სერვისების სიმარტივესა და მათი მიწოდების უზრუნველყოფის ნაწილში, რაც დამეთანხმებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იუსტიციის სახლისთვის. შეფასების ერთიანი სისტემის ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსის მინიჭებასთან ერთად იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებულ აქცენტებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ვახტანგ ჟვანია ამბობს, რომ იუსტიციის სახლების პრაქტიკა და გამოცდილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო სერვისების სესიის მონაწილეებს დეტალურად გააცნო. იუსტიციის სახლი გამოირჩევა იმით, რომ 500-ზე მეტი სერვისის მიღება შეიძლება ერთ სივრცეში. ამაზე საუბარი გქონდა გაეროს საჯარო სერვისების სესიაზე, სადაც ყველა მონაწილე სახელმწიფოს გავაცანით ის რეფორმები, რაც იუსტიციის სახლში მიმდინარეობს და ინერგება, რაც რა თქმა უნდა გამორჩეული იყო მათთვის, იმიტომ რომ რთულია ამდენი სერვისის ერთ სივრცეში თავმოყრა და კაფით სწორედ ემსახურება იმას, რომ ამ სერვისების გაცემის ნაწილში იყოს დაკმაყოფილებული ევროპული სტანდარტი, რაც რა თქმა უნდა სრულად არის ორიენტირებული მომხმარებელზე. შეფასების ერთიანი სისტემა ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის წევრი, ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრებისა და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა.